ერთჯერადი მოწყობილობები მე მგონი ყველამ კარგად ვიცით რაც არის მოწყობილობა რომელშიც დევს აკუმულატორი დევს კაფსულა სადაც არის ჩასხმული სითხე და მოთავსებულია ქოილი. ანუ ერთჯერადი მოწყობილობა ნიშნავს იმას, რომ ერთხელ მოიხმარე და გადააგდე. ასეთი მოწყობილობა შეიძლება იყოს დაახლოებით როგორც წერენ თვითონ 600-800 ნაპასი, მაგრამ რეალურად 150-250 ნაპასია. ერთჯერად მოწყობილობაში არ იცვლება აკუმულატორი, არ იცვლება ქოილი, ანუ სპირალი, რომელიც არის მოთავსებული შიგნით, არ იხმევა სითხე. ეს არის დახურული სისტემა. აი ამას ქვია ერთჯერადი მოწყობილობა. ყველა ერთჯერად მოწყობილობაში ასხია სალთ ნიკოტინიანი სითხე. სალთ ნიკოტინი იწვევს ნიკოტინზე ძლიერ დამოკიდებულებას. ეს გაითვალისწინეთ. ანუ თქვენ თუ ეწეოდით სიგარეტს და დამოკიდებული იყავით ნიკოტინზე, ამ შემთხვევაში თქვენ გინდათ დაანებოთ სიგარეტს თავი, სიგარეტის მოწევას თავი, გინდათ გადმოსვლა ვეიპინგზე, იყიდეთ ერთჯერადი მოწყობილობა და ფიქრობთ, რომ თქვენ დაანებებთ სიგარეტს თავს. თქვენ შეიძლება რამოდენიმე დღე უბრალოდ გაერთოთ ამ მოწყობილობით და შემდეგ უკვე ისევ დაუბრუნდებით სიგარეტს. ერთჯერადი მოწყობილობით შეუძლებელია სიგარეტის თავის დანებება ხანგრძლივი დროით. პერსპექტივაში თქვენ აუცილებლად დაუბრუნდებით ისევ ჩვეულებრივ სიგარეტს.